გამარჯობა, მე ვარ თაკოსა ზინა. ახლა ვიმყოფები ნამდვილ 64-ში, ჯინო ფერედაისში, სადაც არის ყველაფერი იმისთვის, რომ გაერთოთ, გაგრილდეთ და რაც მთავარია გაირუჯოთ. სწორედ ამისთვის მოვედი მეც აქ და კიდევ იმისთვის, რომ მოგხდეთ ყველაზე საჭირო რჩევები გარუჯვის დროს. წავედით. დღეს გამიმართლა, რადგან არის სამუშაო დღე და ჯინო ფერედაისის პაკეტი შევიძინე 39 ლარად 59 ლარის ნაცვლად. მოვერიდოთ მზეს 12-დან 3 საათამდე, როდესაც ის ზენიტშია და განსაკუთრებით მავნია მისი სხივები. ამ დროს ყველაზე დიდია კანის დამწვრობის საფრთხე. აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება. თუ თქვენი კანის ფერი არის ღია, გირჩევთ გამოიყენოთ დამცავი მინიმუმ 30 ფილტრით. ხოლო თუ უკვე შეფერილი ხართ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთი შედარებით დაბალი ფილტრით. გააკეთეთ შესვენებები დაახლოებით საათში ერთხელ. გადაინაცვლეთ ჩრდილში ან გაგრილდით აუზში, რომ კანი დაიცვათ გადახურებისგან. გამოიყენეთ მზის ქუდი. ის თქვენს თმას დაიცავს მზის მავნეზე მოქმედებისგან, გამოშრობისგან და გახუნებისგან. დაატენიანეთ თქვენი ორგანიზმი და არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა. მზის სხივები ხელს უწყობს ორგანიზმიდან წყლის გამოყოფას, ამიტომ საჭიროა დაბალანსება. დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი. განიახლეთ მზისგან დამცავი საშუალება 2 საათში ერთხელ. ამგვარად სრულად დაცული იქნებით დამწვრობისგან და თქვენი კანიც მეტად დატენიანებული იქნება. თუ გამოიყენებთ ზეთს მზისგან დამცავი ფილტრით, ის დაგეხმარებათ თან გაირუჯოთ და თან მაქსიმალურად დაიცვათ თავი დამწვრობისგან. გირჩევთ სახეზე გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალება, რომელსაც SPF ფილტრთან ერთად აქვს UV ან სხივებისგან დამცავი ფილტრიც. ის მაქსიმალურად დაგიცავთ ფოტოდაბერებისგან. როდესაც იგრძნობთ, რომ სახის კანი გადახურდა, გამოიყენეთ უჯრედული წყალი, რომელიც სრულად აღადგენს კანის სასიცოცხლო ფუნქციებს და ანიჭებს მას თანაბარ ფერს. ბოლოს კი აუცილებლად გამოიყენეთ გარუჯვის შემდგომი ლოსიონი ან სპრეი. ეს თქვენს კანს გააგრილებს და დაატენიანებს. ეს იყო ჩემი დღევანდელი ვიდეო. დიდი მადლობა ჯინოს ასეთი ლამაზი დღისთვის. მე დაგიბრუნდები ცოტა ერთ კვირაში ახალი ვიდეოთი და ახალი თემებით. დროებით.